კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 სტუდიაში თქვენთვის თამთა სანიკიძე მუშაობს. გადადგეს ახალაი ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო გამოსვლები განახლდა, აქციას სტუდენტები მართავენ. მსვლელობა დღის 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ახალგაზრდებმა გაიარეს სანაპირო, დამწუთებში იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეებს უწყებასთან ცოცხები და ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი. სტუდენტები პატიმართა წამებაში მონაწილე და დამკვეთი პირების კაცრად დასჯას მოითხოვენ. თორნიკე კვერენჩხილაძეს ვრთავთ ახლა იუსტიციის სამინისტროდან. თორნიკე, რა ხდებოდა ფეხით მსვლელობისას და რა ხდება უშუალოდ აქციაზე? Გამთა მინდა გითხრა რომ იუსტიციის სამინისტროდან სტუდენტებმა უკვე ორთაჭალის ციხეებისკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლეს. ისინი კვლავ აგრძელებენ მსვლელობას. მსვლელობა მთელი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაფერი კი უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო. მათ გამოიარეს მელიქიშვილის გამზირი და სანაპიროზე გადმოვიდნენ და უკვე მას შემდეგ იუსტიციის სამინისტროსთან გადაწყვიტეს მოსვლა. ეს აქცია, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სპონტანურად სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაიგეგმა. ჩვენ შეგვიძლია გზად ჩაწერილი სინქრონების ადამიანთა კომენტარების მოსმენა. შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დაუყოვნებლივ მთლიანი მთავრობა უნდა მოიცნას, სანამ ეს არ იქნება ჩვენ სტუდენტები არ გავჩერდებით და ჩვენი სამართლიანობის ვირთულეთ, რომ ესეთი ამაზრზენდი ფაქტები აღარ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ერთხელ და სამუდ დაამთავროს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას სტუდენტები აუცილებლად მივახდენთ. ჩვენ ვერავით არის ძალავერ გაგოჩერებს. მაგალითად როგორიც არის დაცოდებული მოძრაობა, ისეც კი ვერ გაგოჩერებთ ჩვენ. გვარები აქ არაფერს არ ნიშნავს, კალმახელიძე იქნება თუ რა გვარი იქნება, არაფერს არ ნიშნავს, ესენი არიან პაიკები. თავარი არის სისტემა დაიშალოს. ეს სისტემა ვინ შექმნა, ეს არის ახალაია და ზუსტად ის უნდა დაისაჯოს და იმის პასუხისგება უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ხო სულ იქნებიან. თავარი სისტემა მოიშალოს, სისტემის მოშლა ჩვენი მოთხოვნა და სისტემის შემქმნელი კიდევ კარგად მოგესწრებთ ახალაია. არ ახსოვს ეს იყო პირდაპირ ჩართვა იუსტიციის სახლიდან და თორნიკე კვერენჩხილაძე. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სტუდენტები უკვე ორთაჭალის ციხესთან იმყოფებიან და იქ მართავენ საპროტესტო გამოსვლას. საპროტესტო აქცია გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. სავლობაში შეკრებილმა სტუდენტებმა პატიმრებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. რეზიდენციასთან დღეს ჯონდი ბაღათურიაც გამოჩნდა და სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. გვანცა პაპავაძეს ვრთავთ ახლა რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან. გვანცა, დასრულდა თუ არა ამ დროისთვის აქცია? სტუდენტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ისინი ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვენ. ახალგაზრდების თქმით, მათ აღნიშნული საქციელით ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დღესვე სტუდენტებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ დროშები არ გამოიტანონ, ვინაიდან ეს აქციები მათი მხარდასაჭერი აქციები არ არის. დღესვე აქციებს ესწრებოდნენ უფლებადამცველები. ჯაბა ჭიშკარიანი ახალგაზრდებს აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. დღეს სრულიად საქართველოს საზოგადოების მოთხოვნა არის ერთადერთი რამ და არა მარტო დღეს ეს წლები აგრძელდება დაისაჯოს ყველა დამნაშავე პოლიციელი, ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ადამიანის მოკვლაში, წამებაში და ასე შემდეგ. დღეს ამ მოთხოვნის ფლაგმანები არიან ახალგაზრდები, ქართული სტუდენტობა, რომლებიც ამტკიცებენ ნელ-ნელა
რომ ისინი ამ ქვეყნის მომავლის შემყალობის უფლებას არავის არ მიცემენ. მათი მთავარი მოთხოვნა არის ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა, ჩემი თაობაა ეს ყველა, ჩემი ხელები არიან, რომ დაისაჯოს კრიმინალი ბაჩო ახალაია. დღეს რეზიდენციასთან ასევე მოვიდნენ ქართული დასის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. მათ პატიმრების მხარდასაჭერი აქციები ერთდროულად თბილისში, დედოფლის წყაროსა და ხაშურში გამართეს და მიხეილ სააკაშვილის გადადგომისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება თავად სტუდენტებს, ისინი რეზიდენციიდან უკვე საპატრიარქოსკენ წავიდნენ და იქ პატრიარქის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. გმადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ავლაბარიდან და გვანცა პაპავაძე. პროტესტის კიდევ ერთი ადგილი თბილისში. ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია მოაწყო და ელჩ ფილიპ დიმიტროვისგან დუმილის დარღვევა მოითხოვა. ამ ფორმით ადვოკატებმა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ადვოკატებმა პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც ითხოვეს. ბოკერი ასევე იყო ადვოკატი. ძელი სიცოცხლე. ალბათონი და ადვოკატი მოგისმენთ, ადვოკატთა კორპუსი, იმიტომ რომ დაუდგეს ქართულ ხალხს გვერდში, აი სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ადვოკატთა კორპუსი მოითხოვთ, რომ ევროკავშირის ელჩმა შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა. ევროკავშირის ელჩმა შეწყვიტოს სიჩუმე და გამოვიდეს მოითხოვოს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება და რა იმ პირების, რომლებიც ასრულებდნენ რეჟიმის მითითებას. ყველა 10 ადამიანი უნდა რომ დასაჯონ და ამაზე გადაიარონ. თუ ფილიპ დიმიტროვი ამას არ გააკეთებს, ჩვენ ადვოკატთა კორპუსი მივმართავთ ხოსე მანუელ ბარუძოს, რომ ეს კაცი უნდა იყოს გაწვეული საქართველოსგან. ჩვენ არაერთხელ ვიძახდით ამას, რომ პატიმრები არიან გაუსაცლელ მდგომარეობაში და მათ აწამებენ, თუმცა არავინ ყურად არ იღებდა და არავის არ ჯეროდა ამას. შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ჩვენ ადვოკატები ვალდებული ვართ, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები. პირველ რიგში ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი სპონტანური შეკრება და ამას მიეცემა პერმანენტული ხასიათი. მოულოდნელი შემოთავაზება და მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასე აფასებს გიორგი ტუღუში სასჯელ აღსრულების მინისტრად დანიშნოს. ყოფილმა ომბუდსმენმა დღეს ხათუნა კალმახელიძე შეცვალა. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად დანიშნვა ტუღუშს პრეზიდენტმა პირადად შესთავაზა. ექს-სახალხო დამცველი სააკაშვილს მისსავე რეზიდენციაში ესტუმრა. ახლა დანიშნული მინისტრი პირობას დებს, რომ შეასრულებს ყველა იმ შენიშვნასა და რეკომენდაციას, რომლებსაც ომბუდსმენის რანგში ხელისუფლებას აძლევდა. ტუღუში ახლა ჩაბარებულ უწყებაში სისტემის გადახალისებისა და პატიმრების რესოციალიზაციის გეგმით მიდის. აპირებს რადიკალური ცვლილებების გატარებას და პირად კომუნიკაციას პრეზიდენტთან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება უკვე უახლოეს მომავალში გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ბატონმა პრეზიდენტმა მე აღმითქვა, რომ მექნება სრული თავისუფლება სისტემაში, მექნება საშუალება თავიდან ბოლომდე გადავახალისო და გადავაკომპლექტო მთლიანად სისტემა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მე მზად ვარ გავითვალისწინო, რა თქმა უნდა, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე ჩემს მიერ არის შემუშავებული და გადაგზავნილი პარლამენტში. ამ შემთხვევაში უნდა გავაშეროთ საზოგადოება, სადაც ერთის მხრივ იქნება ნულოვანი ტოლერანტულობა დანაშაულის მიმართ, მათ შორის განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართ, მაგრამ ამავე და საზოგადოება უნდა იყოს დაცული და ამ თემებს ნურავინ ნუეთამაშება, იმიტომ რომ მივახციეთ იმას, რაც შეუძლებელი იყო, მაგრამ ნურავინ ნუეთამაშება ასევე ადამიანის უფლებების. ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ. ეს არის ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა ყველამ ერთად დავამკვიდროთ. მიხარია, რომ ეს ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, თავისთავად და არ არის პარტიის წევრი არც ერთის, ასევე არ დაიხია უკან ამ რთული გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვჭირდება ახლა გაბედული ადამიანები, რომელიც შეცვლიან ყველაფერს იმ სისტემაში, სადაც ყველაფერი არის შესაძლებელი. დიდი მადლობა. როგორ აფასებენ გიორგი ტუღუშის დანიშნას პირველი რეაქციები და შეფასებები? პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს. უფლებადამცველები კი ფიქრობენ, რომ ყოფილი ომბუდსმენის გამინისტრება სისტემაში ძირეულ პრობლემებს ვერ გადაჭრის. გიორგი ცხვითავამ მოისმინა პირველი გამოხმაურებები და ისახლა თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში განაგზობს. გიორგი, გისმენთ. თამთა მოგესალმებით, დიახ, გიორგი ტუღუში დათანხმდა და მან დაიკავა მინისტრის სავარძელი, რითიც დაადასტურა, რომ მზად არის სისტემას ებრძოლოს და შეიტანოს საკუთარი წვლილი სისტემის რეორგანიზაციის თვალსაზრისით, თუმცა პირველი გამოხმაურებები, რომელიც გაკეთდა, საკმაოდ მკვეთრი შეფასებებით გამოირჩევა. იგივე დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სისტემა რეალურად დანგრეულია და მისი შეცვლა საკმაოდ რთული იქნება. ასევე ამ გამოხმაურებას გამოიხმაურნენ კიდევ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთის მხრივ დადებითად მიიჩნევენ გიორგი ტუღუშის მინისტრის პოსტის დაკავებას, თუმცა მეორე მხრივ აღნიშნავენ და აპელირებენ იმაზე, რომ საქართველო რეალურად სახალხო დამცველის გარეშე დარჩა.
ის უფლება იყოფება ცუცვანგის პოზიციაში, როდესაც ნებისმიერი გზა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც იგი გადადგავს, უბრუნდება მის საწინააღმდეგოდ. მეორეს მხრივ, ძალზედ გასაკვირია თვითონ ეს პოზიცია, ვინაიდან ბატონი გიორგი ტუღუში, რომელიც წამების პრევენციის მექანიზმის ფორმატში გვევლინება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების წარმდგენი საქართველოს პარლამენტში, რომელმაც არც ერთი მისი დასკვნა არ მიიღო, ასე ვთქვათ, დადგენილების დონეზე და არ მოახდინა იმ დამნაშავე პირების წარდგენა შესაბამის უწყებების წინაშე, დღეს მიხეილ სააკაშვილი ამ სახალხო დამცველს წარადგენს საჯილასულების მინისტრად. ეს თავისთავად პარადოქსია. სწორედ ამ ვითარებაში ხალხს ძალიან სჭირდება სახალხო დამცველი. არაერთი დაზარალებული არის საბატიმრო დაწესებულებებში, რომლებიც ახლობლები და ოჯახის წევრები კვლავ მიმართავენ სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს და განსაკუთრებით სახალხო დამცველის ოფისს. დიახ, თამთა კიდევ ერთი მომენტი არის, ერთი დეტალი მაყურებელს შევახსენებთ, რომ გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 31 ივლისს 5 წლით დანიშნა. ეს 5 წელი ჯერჯერობით გასული არ არის, შესაბამისად სახალხო დამცველის გარეშე რჩება ჯერჯერობით საქართველო. ის არის აღსანიშნავი, რომ საპარლამენტო არჩევნები დაახლოებით 10 დღეში ტარდება და შემდეგ კონსტიტუციურ ვადაში უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა და სწორედ სხდომაზე უნდა მოხდეს ახალი სახალხო დამცველის დანიშვნა. აქვე კიდევ ერთი დეტალი გიორგი ტუღუშის ბიოგრაფიიდან 2011 წლის 18 ოქტომბერს ტუღუში არჩეული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრად 4 წლის მანძილზე. გმადლობთ, ეს იყო გიორგი ცხვითავა, რომელმაც ტუღუშის დანიშვნასთან დაკავშირებული რეაქციები გაგვაცნო. ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დუმილს არღვევს. ერთწლიანი დუმილის შემდეგ ალექსანდრე თეთრაძის მეუღლე ამბობს, რომ სჩავრდებული მოკლულია. დაზვერვის პოლკოვნიკი 1 წლის წინ დააპატიმრეს, დაკავებიდან რამდენიმე დღეში კი ის გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად მაშინ გულის შეტევა დასახელდა. საქმეს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს. თეთრაძის ცოლი მეცხრე-აღთან საუბრისას ბოლო სასამართლოს სხდომას იხსენებს და ხვდება, რომ მისი ქმარი ნაწამები იყო. ოჯახმა დღეს პატიმრის ხედრის ფოტოებიც მოგვაწოდა. თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ დაზვერვის პოლკოვნიკის მკვლელობაში შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. მე 19 სექტემბერს ბოლოს ვნახე 2011 წელს ჩემი მეუღლე ცოცხალი, ვნახე ის შორიდან ნაცემი, გაუბედურებული. მე გვიცანი მარტო თავისი ჭაღარა თმებით იმდენად არ გავდა თავის თავს. სახლიდან რო გადიოდა, იყო აბსოლუტურად ჯამთელი. ალექსანდრე თეთრაძის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს ირაკლი ალასანიაც. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ სჩავრდებულის გარდაცვალებისთანავე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის მოკლული იყო. ალასანია ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებსაც თეთრაძის წამებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა. კოალიცია ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მეგის კარდავას თანამდებობებიდან გადაყენებას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას. მე ასევე მინდა მივმართო სერგო თეთრაძის ოჯახს. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო დათო თეთრაძეს, მის შვილს, რომ მთელი ქართული საზოგადოება დღეს დგას მათ გვერდით. სერგო თეთრაძე, მამამისი, იცავდა საკუთარ ღირსებას, იცავდა ქართველი კაცის ღირსებას, ჩვენი მოქალაქის ღირსებას და ის შეეწირა ღირსეულად ამ საქმეს სწორედ ამ ტირანული ხელისუფლების ხელში. გლდანის ციხესთან კი პატიმრების მშობლების ნაკადი არ წყდება. ოჯახის წევრები საპყრობილესთან რჩებიან და საკუთარ რიგებს ელოდებიან. ინფორმაციის სიმწირის გამო მსჯავრდებულების ახლობლები ციხის ტერიტორიაზე შესვლა საკუთარი ძალებით ცდილობენ. მშობლების ნაწილი აგრესიულ ფორმებსაც მიმართავს. მალხაშ ჭკადუა ცოტა ხნის წინ იმ ადვოკატებს ესაუბრა, რომლებიც ციხეში შევიდნენ და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს. მალხას რას აცხადებენ მსჯავრდებულების ინტერესების დამცველები და რა ხდება ციხის შესასვლელთან? თამთა განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ადვოკატების მხრიდან. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არაფერი დაშავებიათ ამ დღეების განმავლობაში. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს, თუმცა ვიდრე უშუალოდ კომენტარებზე გადავიდოდეთ, მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ინფორმაციის სიმწირე გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ აქ მუდმივად დაძაბულობა არის. ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას გაიგონ ახალი ინფორმაცია. ისინი გამუდმებით ცდილობენ შეაღწიონ შიგნით და თავად დარწმუნდნენ არიან თუ არა ჯამთელად მათი ოჯახის წევრები. ჩვენ შეგვიძლია
ახლა გავისაუბროთ ლალი მოროშკინას, რომელიც 3 დღე აქ იმყოფება და იღებს უშუალოდ ინფორმაციას ადვოკატების მხრიდან, ასევე მას აქვს დამატებითი ინფორმაცია და ამის შესახებ თავად მოგვიყვება, მოგესალმებით ბატონ ლალი კიდევ ერთხელ. მოგესალმებით და გეთანხმებით ნამდვილად იმის გამო რომ მწირია ინფორმაცია, ესეთი პანიკა არის და ჩვენ ვხედავთ ხო 5 წუთში ერთხელ გადაადგილდება სხვადასხვა ჯგუფები წინ და უკან, ავტობუსებია რომლებიც შედიან, გამოდიან და ვინ შეყავთ და ვინ გამოყავთ არ ვიცით, ვრცელდება ინფორმაცია რომ დაჭრილები არიან, პირადად პატიმრები, მშობლები ჩემთან ლაპარაკში ამბობენ რომ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სისხლით შარდავენ მათი შვილები და უმძიმესი მდგომარეობა აქვთ და იმის გამო რომ არავინ არ მოდის ხალხთან სალაპარაკოთ, სახალხო დამცველზე საერთოდ ლაპარაკი არ გვაქვს, რომელიც დღეს უკვე მინისტრად მოგვევლინა და დისკრედიტირებული აბსოლუტურად ამ ხალხის თვალში, რომელიც 3 დღე აქ არ გამოჩენილა, ჩვენ ისევე პატიმრების მშობლებს და დებს და ძმებს, ოჯახის წევრებს არ ჯერათ იმისი, რომ შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტმა რამე კარგი გააკეთოს, ამიტომ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი გვაქვს შექმნილი, ჩვენ უნდა შევიდეთ და ჩვენი თვალით ვნახოთ ციხეებში რა ხდება და ის ინფორმაცია, რომ შეიძლება პიკი და საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს და სხვა დანარჩენი ტელევიზია ვერ შევიდეს, ესე ზუსტად იგივე არის და ესე დისკრედიტაცია აბსოლუტურად მედიის. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ მშობლებმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს ეს 5-კაციანი სამორიგეო სიები, რომ შევიდეთ ციხეებში და შემდეგ უკვე მთავარი მოთხოვნა იქნება იმის გამო, რომ საშინელება და საოცრება ხდება და ყველას სჭირდება ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარებაც, რომ საყოველთაო ამნისტია მოვითხოვოთ. ბატონო, ჩვენ ხედავთ მართლაც კადრში, რომ საჯელახსრულების დაწესებულების რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება ამ შემთხვევაში მინი ავტობუსები გადაადგილდება, რას გიყვებიან მშობლები, ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება და ისინი ამბობენ, რომ ყოველგვარ არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმებია ინტერვიუს, მით უმეტეს თუ ეს იქნება ღია ინტერვიუ და არც დაფარული ინტერვიუ, რას ამბობენ ისინი? გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილას ინციდენტი და ინფორმაცია ვრცელდება, რომ ღამეცემეს, აგრეთვე არის ინფორმაცია იმ ნაცემებზე, რომელიც 2 კვირის წინანდელი ნაცემები არიან და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, მათი გაყვანა იმის გამო, რომ მშობლები პრინციპში უკვე არაადეკვატურები არიან, ვერ ხერხდება დაწესებულებიდან, თან ჩვენ არ ვიცით რეალურად რა გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივმართავ ყველას, რომ ხარი დაგვიჭირონ იმისთვის, რომ საინიციატივო ჯგუფი შევიდეს, ჩვენ პატიმრების მშობლებისგან დაკომპლექტებული და მედიის საშუალება შევიდეს, იმიტომ რომ თუ არ იქნება ინფორმაცია, შეიძლება ციხის ბუნტამდე მივიდეს. ციხის ბუნტი დღეს მხოლოდ სააკაშვილს აწყობს, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი მოხდა, ჩვენ ვერ მივლა სამართლებრივად არჩევნებამდე და მთავარი ჩვენი პრიორიტეტი არის არჩევნებამდე მისვლა. დიდი მადლობა მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა ლალი მოროშკინა, მისი ინფორმაციით აქ დილას მოხდა ინციდენტი, სპეცრაზმი შევიდა, ჩვენ ვცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმობა სახალხო დამცველის აპარატში, პრესამსახურში განგვიცხადეს, რომ მსგავსი რამ არ მოხდა, იმდენ რამდენადაც მთელი ღამის განმავლობაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საჯელახსრულების ამ დაწესებულებაში და მათ მოინახულეს პატიმრები, შეძლების დაგვარად და ამ ინფორმაციას ისინი არ ადასტურებენ. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება გავისაუბროთ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც დაახლოებით 9 საათის წინ გამოვიდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების შეხვედრიდან. ბატონ გელა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ? თქვენ მოისმინეთ ძალიან კარგად ქალბატონ ლალის მიერ მოწოდებული ცნობები, რომელიც გადაუმოწმებელია. რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ ინფორმაციას? ბოლო 3 საათის განმავლობაში მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ 3 პატიმარს შევხვდი. სხვადასხვა პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციაც მაქვს, ოღონდ მე მათთან შეხვედრის საშუალება ბუნებრივი არ მქონია და მათი ადვოკატებისგან მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ამ წუთებში არის საპრობილეში სიმშვიდე, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს წყალი არ მიეწოდებოდა, თან დარაბები ამოუქოლეს. ეს არ დაადასტურეს პატიმრებმა, ეს დარაბების ამოქოლვა და მათი დახურვა იყო მხოლოდ პირველ დღეს, ამ წუთებში ეს არ არის. ასევე მათ დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომ გათიშული ქონათ რადიო ამ ხნის განმავლობაში და დაახლოებით საათნახევრის წინ ჩაირთო რადიოც. ერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვიდა მხოლოდ რუსთავის 17 დაწესებულებიდან, სადაც პატიმარმა დაურეკა თავისი ოჯახის წევრს და უთხრა, რომ პატრული შემოვიდა და აქ სიტუაცია აირია, მაგრამ რას ნიშნავს სიტუაციის არევა, ჩვენ არ ვიცით, მეტის თქმა ვერ მოასწრო, ამიტომ მე მოუწოდებ სახალხო დამცველს და აც უკვე საჯელახსრულების მინისტრს, რომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი იქონიოს ხალხთან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაავრცელოს, იმიტომ რომ ინფორმაციის არარსებობა ბადებს სხვადასხვა ხმებს, ეჭვებს, არ ჯერა ამ ადამიანებს ბუნებრივიც არის ეს იმის შემდეგ, რაც მათ ნახეს და რაც მათ ამ წლების განმავლობაში განიცადეს, რომ არ არის ნდობა და ამიტომ რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს გახსნილი ინფორმაცია ოჯახის წევრებისთვის, რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს გახსნილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. ამ წუთებში რაღაც გაურკვეველი ხდება.
ჩვენ ვცდილობთ რომ გავარკვიოთ თუ რა ხდება არსებული ინფორმაციით რამდენიმე საჯელასრულების სამინისტროს მანქანა შევიდა ტერიტორიაზე ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ქალბატონო ირმა ეთქობა რუსთავში გადაყავთ როგორც ბატონი გელა აცხადებს შესაძლოა ეს ხდებოდეს იმის გამო რომ რუსთავში გადაყავთ პატიმართა ნაწილები მე როგორც გითხარით ნამდვილად იყო აქ სამი საჯელასრულების დეპარტამენტის მანქანები ნამდვილად შემოვიდნენ ჩვენს ციხის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდა გრძელდებოდა ინფორმაცია ამ ხის განმავლობაში თქვენ ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ნახოთ თუ რა ხდება ეზოს შესასვლელთან ციხის შესასვლელთან პატიმრების მშობლები არ აძლევენ საშუალებას მანქანებს გაიარონ მათ დიდი ეჭვი აქვთ რომ გადაყავთ ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში შესაძლოა თუმცა დადასტურებულად ნამდვილად ვერ ვიტყვით ვერაფერს ისინი ხედავთ რომ როგორ ესვრიან ისინი წყლის ბოთლებს და უშენენ მუშტებს ამ მანქანებს სამივე მანქანა რომელიც შესული იყო დაახლოებით 2 საათის წინ საჯელასრულების დეპარტამენტის მერვე საპყრობილიდან გამოსული არის გამოვიდა ჩვენ ვერ ვხედავთ ნამდვილად და იმის გამო რომ დახურული არის აბსოლუტურად ეს მანქანები შიგნით ვინ ყავთ ესენი არიან პატიმრები თუ სხვა ადამიანები ვარკვევ ხელს უბრალოდ ამდულად ვერ გვეტყვით ვინ არიან ესენი ფორმიდან გამომდინარე ჩვენ ნახეთ რამდენიმე ადამიანი რომელთაც აცრიათ ნაცრისფერი მაისური შესაძლოა ესენი საჯელასრულების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან აი ბოლო მანქანა ტოვებს და მათ მუშტებით აცილებს აქ ახლობელთა გუნდი მანქანას იმედია ვინმე გამოვა და ამ ადამიანებს ეტყვის თუ ვინ გადაყავთ რატომ გადაყავთ რა მიზეზით და რა მიზნით გადაყავთ იმდენადაც ეს ყველაფერი ნამდვილად გაურკვეველი ეს შესაძლებელია გახდეს სერიოზული არეულობის მუხტი შემომტანი აქ და შეიძლება ითქვას რომ ეს არეულობა დაწყებულია და ნამდვილად ვალდებულია ჩემი აზრით საჯელასრულების დაწესებულების მერვე დაწესებულების ხელმძღვანელობა გამოვიდეს და განუმარტოს ამ ადამიანებს თუ რა ხდებოდა აქ და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერია ბოლო დროს ამასთან თამთა მე ახლა მიჭირს გადაადგილება იმდენად რამდენადაც ტექნიკური საშუალება არ გვაქვს ამისი, მაგრამ დიდი ხედავ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რაღაც გაარკვიონ. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ ეს კადრები განახოთ პირდაპირ ეთერში, თუ რა ხდება. გამოვიდა ერთ-ერთი პირი არის შეიძლება ეს სწორედ დაწესებულების წარმომადგენელი იყოს როგორც ჩანს მასზე ჰქონდათ აგრესია ამ ადამიანებს და ამიტომაც არის მე ვხედავ როგორ ესვრიან მას წყლის ბოთლებს სამწუხაროდ თან ამ ადამიანს გამოყვლენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც აქ იხდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ეს არის მათი პროტესტი თუ რა, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა შიგნით. ჩვენ ვეცდებით უკვე ეს ვითარება გავარკვიოთ უახლოეს წუთების განმავლობაში და მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა იმ ხნის განმავლობაში, როცა ჩვენ გელა ნიკოლაიშვილი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. როგორც ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა და განამღობა ჯგუფმა მოახერხეს შიგნით შეღწევა ეს როგორ მოხდა ნამდვილად არ ვიცი თუმცა მე მესმის ჩემი კოლეგი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა შიგნით მე ვთხოვ მას რომ 2-20 სიტყვა გვითხრას ელისო თუ შეიძლება გითხრათ რა მოხდა რა მოხდა შესასვლელში. დიახ, ჩვენი კორესპონდენტი ახლა ცდილობს საკუთარი კოლეგისგან მიიღოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით. დიახ, მალხას გისმენთ. ელისო ჯარიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა როგორც ჩანს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გასაუბრებოდნენ ჟურნალისტებს აქ სისხლის გადასხმა უნდა გაეკეთებინათ პირებისთვის, თუმცა ჟურნალისტს არ უთქვამს თუ ეს პატიმრებს ეხებოდა თუ თანამშრომლებს. ნამდვილად გაურკვეველი სიტუაციაა და ჩვენ ვეცდებით ეს ყველაფერი გავარკვიოთ, როგორც დაინახეთ ამ ვითარებამ და იმ ფონმა, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში
გდანის მეორე საპატიმროსთან არსებობს დაძაბა სიტუაცია უკიდურესობამდე და სიტუაციის დაძაბა გამოიწვევს ზოგადად ინფორმაციის სიმწირემ. არ ვრცელდება არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, არც ადმინისტრაციიდან, არც საბჭოთა სრულების სამინისტროდან თუ რა ხდება ამ წუთებში, მერვე და რა ხდებოდა ბოლო საათების განმავლობაში მერვე დაწესებულებაში, საბჭოთა სრულ მერვე დაწესებულებაში, სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ უკვე სიტუაცია პიკზე არ არის, ხალხი დამშვიდდა და მე არ ვიცი ნამდვილად ვინ იყო ის ადამიანი, ვისკენაც ისროდნენ წყლის ავსე ბოთლებს ადამიანები და ვისკენ ძალადობაც კი გამოავლინეს აქ მშობლებმა. ეს კადრში ნამდვილად დავინახეთ. ჩვენ ვეცდებით უკვე მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზოთ კომენტარები და უკვე ინფორმაცია იმ შესახებ რა მოხდა. ეს უბედურება თქვენ კარებებზეც არ მოვა. დაგვიდეკით გვერდში, მოდით ჩვენ გვერდში. გამწარებულ დედებთან დაგვიდეკით, სრულიად ვაკუუმში ვართ. არავინ არ არის გამკითხავი, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, არ ვიცით პატიმრების მდგომარეობა. გთხოვთ, გეხვეწებით, გამოდით და დადეკით ჩვენ გვერდში. აქ რო უბრახუნებენ და მიშას რო იძახიან, მე სულ მიშა არ მენაღლება. მე მოვედი ჩემი ძმაკაცის გამოვაკ. და ნახვა მინდა აქ რა ხდება. მე კარგად ვიცი აქ რა ხდება, კარანტინებში როგორ აქვს ჩაკეტილები, ყველაფერი ვიცი კაც. აერიდან კი არ ვიცი. მეც ვიყავი პატიმარი და ვიცი რა ხდება შიგნით. ვაჩვენო შვილები, ჩემი შვილი არა სრულწლოვანია, 17 წლის მირეკას რო კარგად არის. მაჩვენეთ, ჩემი შვილი მაჩვენეთ. ჩემი შვილი მაჩვენეთ, თუ კარგად არის, რომელი ხარ, გამოდი დაგერვა. თუ არა ჩას გადავისხამ დაუწვევი. ძაღლის შვილებო, გამოიყვანეთ, მაჩვენეთ შვილი. მესამე კორპუსშია ჩემი შვილი, ძალიან უხაერობა აწუხებს, ძალიან სუსტად არის ვიცი, არ ვიცი, მკვდარია, ცოცხალია. მოვითხოვ როგორც დედას, როგორც მშობელი, მოვითხოვ კომისია აქვე შედგას ეხლა 1-10 მშობლისა, შეგვიყვანონ. ჩემი შვილზე არა მაქვს ლაპარაკი. დაგვანახონ რა ხდება, არის წყალი, არის შუქი, ფანჯარა ღია აქვს, ჰაერი აქვს. ცოცხალი არის ჩემი შვილი თუ არა. როგორ უნდა შეხვიდე მითხარი, რო გემუქრებიან მერეო. არა, არც მინდა შესულა. რაიმე ის? ეხლა მაინც ვიცი, რომ ცოცხალი ეწუხე მე ლაპარაკა. რა მდგომარეობაში იყო, რა გითხრათ? რას მეთქოლე გინეძვალე? მე მის ხმავი ხო ვიცი როგორი ხმაც აქვს რა, იმას არ უთქვია კარგად დავარო. ხალხო დაგვახმარეთ რა, აი ისეთი ბიჭები როგორიც ჩემ მეუღლე და მისი მეგობრები არიან, საქართველოს მოღალატეები როგორ უნდა იყვნენ. თამთა ასეთი სიტუაცია არის ახლა გდანის მერვე საპყრობილესთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ტერიტორია დატოვა საბჭოთა სრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებამ. ჩვენ არ ვიცით ვინ გადაყავდათ, შესაძლებელია მალხაზ, როგორც კი შეიძლება დეტალების დადგენას დიახ, როგორც კი შეიძლება ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით გამოშვების მსვლელობისას, როგორც ნახე და როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მცირე ინციდენტს ჰქონდა გლდანის ციხის შესასვლელთან ადგილი, როგორც კადრების მიხედვით დავინახეთ, საბჭოთა სრულების დეპარტამენტის რამდენიმე მანქანამ დატოვა ტერიტორია, რასაც იქ მყოფთა გაღიზიანება მოხდა, მათ დაუშინეს მუშტები. ამ მანქანებს ჩვენი კორესპონდენტი ახლა ცდილობს დეტალების დადგენას და მას გამოშვების მსვლელობისას ისევ ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის მეორე საპყრობილესთანაც. ოჯახის წევრები და ახლობლები პატიმრების მონახულებას იმის მიუხედავად, რომ მსჯავრდებულებთან შესვლა შეფერხებული არ არის, ოჯახის წევრების სიმრავლის გამო შესასვლელებთან მაინც დიდი რიგები დგას. ოჯახის წევრების ცნობით ციხეში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან და გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. პატიმრების ახლობლები ხვებიან იმასაც, რომ მცირე დროით დღეს ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილეში პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. არ ზოგავენ პატიმრებს. ვნახე ახლა 17-ში მქონდა ნახვა. ვნახეთ ადამიანს არ გავთ ხვირი გაშა. პატიმრი არისო, თეთრი კი არა, გათეთრებული, გაშევებულია, 25 წლის ბიჭებში მოყრილი ადამიანს არ გავს ისე. შეიძლება აწვალებენ, შეიძლება მაგრამ ბავშვი ვერ იტყვის ტელეფონში, იმიტომ რომ ეძახიან ტელეფონები ისმინება და რაღაცაები. ხო? რამე რომ თქვა შვილმა, ხო? შეიყვანებენ, შეიძლება და იმას ჩააგდებენ, კანცელარია თუ რაღაცა. ცემითაც კიდევ სცემო. ვერ ამბობს პატიმარი შიშით ვერაფერს. ციხეში გადაღებული შემზარავი კადრების შემდეგ უკვე გათავისუფლებული პატიმრები დუმილს არღვევენ. მათ შორისაა აბასთუმანში მცხოვრები რევაზ ოქრომელიძე, რომელიც იხსენებს, როგორც ცემეს გლდანის იზოლატორში ახლად დაპატიმრებულები. ყოფილი მსჯავრდებული ყვება, რომ იზოლატორის შესასვლელში მდგარი ბადრაგი ციხეში ყველა შემცვლელ პატიმარს ფიზიკურად უსწორდებოდა. უკვე მესმის ლაპარაკი.
ის ხმაური ღამე დღე შუადღე ყოველთვის ისმოდა. ტირილი და კვდეს. შეიძლება ვიცოთ ზოგჯერ გვაბრაზებ ნახეთ და ესენი უკვე შეცვლილები იყვნენ. რან გლანიცურა შევკავები 4 წუთი და გამოვედი. თქო გირაოს საშუალებით გამომივალეს და მე აქ წოდოხარო. რაღაც პროკურატურა თავის და ესე მასლაკი რო იქიდან მე სოცხალი არ გამოვიდოდი. კიდევ ერთი ასეთი ისტორია გლდანის ციხეში პატიმრების წამებაზე საუბრობს ყოფილი მსჯავრდებულის ასკარ ბულუდოვის მამაც. მისი შვილი 15 აპრილს სახლში გარდაცვლილი მიასვენეს. მშობელი ამტკიცებს, რომ ბულუდოვს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა და ის მას ელექტროშოკით წამების კვალი ეთყობოდა. გარდაცვლილის სხეულს ექსპერტიზა მაშინ არ ჩატარებია. მამა შვილის მკვლელობის დეტალების გარკვევას დღემდე ითხოვს. ბულუდოვის თქმით, მისი შვილი ქორწილში მომხდარი შელაპარაკების გამო დააკავეს და თავისუფლების სანაცვლოდ $10,000 მოითხოვეს, რომელიც ოჯახმა ვერ გადაიხადა. სუდა და ასუდო და ეთა ოპერირება 15 აპრილს გლდანის იზოლატორში 118 კამერაში მხეცურად მოკლეს. ყელთან 3 წერტილი ჰქონდა, ყურსთან კი 2. როგორც ჩანს, იგი ელექტროშოკით აწამეს. შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა, კისერი გადამტვრეული ჰქონდა. საშინელი სანახავი იყო. სასჯელახსოვრებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კი რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. გიორგი მაკასაშვილი ამბობს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში მსჯავრდებული არც ერთ ციხეში არ გარდაცვალა. მინისტრის მოადგილის ცნობით, რუსთავის საპყრობილეში მსჯავრდებულებს წყალიც მიეწოდებათ, ასევე არ არსებობს რადიოს მოსმენის პრობლემა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით, სამინისტრო არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. ამ წუთისთვის მსჯავრდებულთან ყველანაირი კომუნიკაციას საშუალება აქვს ოჯახის წევრებს, იქ იმყოფებიან სახელმწიფო სპეციალური წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პედაგოგების პროტესტი რუსთავში მე-20 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა პატიმართა წამება გააპროტესტეს. პედაგოგებო დღეს დუმილი დანაშაული ამოწოდებით ისინი სკოლის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მსჯავრდებულების ახლობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მასწავლებლები ამბობენ, რომ ეს აქცია მოქალაქეობრივი პროტესტია და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ჩვენი კოლექტივი მოველა ბავშვი სამხობებს რო იყო. ჩვენ თანადგომას უცხადებთ იმ პატიმრების ახლობლებს, რომლების შესახებ ასეთი ამაზრდენი კადრები ვიხილეთ და ჩვენი ადამიანური პოზიციიდან მიგვაჩნია დანაშაულად დუმილი. მე პირადად დედა ვარ, არ აიგებიცებით, ისეთი ემოციები იყო, რომ 2 ღამე არ მიძინია. აუცილებელი ხო არ არის, მანდ-ამაინც ჩვენ განვიცადოთ ეს. ჩვენს მოსწავლეებთან პედაგოგები რომ შევალთ, პირნათელი უნდა ვიყოთ და თვალებში შეხედვის არ უნდა ცხვენოდეს და ჩვენ და ჩვენი სამოქალაქო პოზიცია დავაფიქროთ. ბაჩო და დათა ახალაიების მამა ციხეში პატიმრების წამებას ეხმაურება. განცხადება როლანდ ახალაიამ Facebook-ზე საკუთარ გვერდზე დადო. აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელახსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს. ამ მოკლე კომენტარით იფარგლება ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი და ყოფილი პროკურორი. როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის წევრები კი დაკავებულ თანამდებობებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ნუკრინ არმანია, რამაზ შენგელია, სიმონ ბენდელიანი, ალიკა ბენდელიანი. ამ ადამიანებმა დღეს სიმბოლურად 5-ნომრიანი მაისურები გაიხადეს და ქართულ ოცნებას შეუერთდნენ. დღემდე 4-ვე მათგანი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოქში ახალაიას საარჩევნო შტაბში საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებდნენ. მართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის ყოფილი წევრები თანამებრძოლებსაც ანალოგიური საქციელისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ ციხეში პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტები დაგმონ. ახალაიას შტაბში დარჩენილი ერთ-ერთი წევრი ნანიშონია კი პასუხად აცხადებს, რომ ტელევიზიით გავრცელებული კადრების არ სჯერა. გუშინდელი ფაქტების გამო მე დღეს არანაირი მორალური და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ დავრჩე აქ. არანაირი, საერთოდ. ჩვენ ძმებს, დებს ყველას აწამებენ. მე ამ ხალხთან ვერ დავრჩები. ქართველები ვართ, ქრისტიანები ვართ და ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცები. ყველას მოუწოდებ, ყველა ვაჟკაცს, ყველა ქართველს, რომ დადგეს გზაზე, კარგ გზაზე, ქრისტიანულ გზაზე. და ახლა რა დაუშავეთ, რომ იქით გადავიდნენ? რა დაუშავეთ, ვერ გავიგე. რით არიან უკმაღალ ფული არ აიღეს და თუ რამე? ისინი ამბობენ ქალბატონო, რომ გუშინ აი კადრები რაც გან. და იმიტომ, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი რაღაცები ვიცი. თქვენი პარტიის ხალხი კარდაკარვო დადიან და ობნებიან 400 ლარს მოგცემ და გადადიდო. რატომ არის გადაყავთ ყველა იქით?
მე პრეზიდენტი ძალიან შემეწოდა, იმიტომ რომ მასაც არ უნდა და ეს რომ მომხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ბევრი რაღაცები არ იცის. ეს დაწყობილია, იქ არავით არის წამება და იქ არაფერი, ეს დაწყობილი კარტია. თანამდებობები დატოვეს სასჯელ აღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა. მერაბ სკრიალაშვილი და ირაკლი მირცხულავა იურიდიული დახმარების თბილისის ბიუროში მუშაობდნენ. უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ, რომ სისტემაში დარჩენილიყვნენ. ანალოგიური მიზეზით განცხადების დაწერას გეგმავს ამავე ბიუროს კიდევ ერთი თანამშრომელი აკაკი გეწაძე. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად ჩემთვის და გმობ ნებისმიერი ფორმით ამის გამოხატულებას, რის გამოც მე უნებრივია სხვა გზა არ დამჩენია გარდა იმისა, რომ წამოსულიყავი სამსახურიდან და დამდგარიყავი იქ, სადაც დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება და გამოვხატავ საკუთარ პროტესტს წამების ფაქტის მიმართ. იმდენად შემზარავი იყო ჩემთვის და იმდენად ძიმე იყო, რომ მის გაცნობიერების შემდეგ რომ მე შევდიოდი თქვა ამ სამინისტროს შემადგენლობაში, სადაც გვერდით დეპარტამენტში ხდება მსგავსი რაღაც ვანდალიზმის ფაქტები და მე კიდე ამას მეუღლებ ადამიანს სასვათა მათ ზეთონაში შესაბამისად მე ადეკვატურად მიიღე რადიკალური გადაწყვეტილება. პატიმართა წამებას გმობს ანსამბლი ერისიონიც და ქართულ ოცნებას უერთდება. მუსიკოსები და მოცეკვავები მთელი შემადგენლობით კოალიციას მხარდაჭერას უცხადებენ. ანსამბლის წევრები დღეს ერეკლე მეორეზე მდებარე ოფისში მივიდნენ და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ქვეყანაში არსებულ უკანონობას აპროტესტებენ. მინდა ანსამბლი ერისიონის სახელით ვისაუბრო მთლიანად შემადგენლობით. ეხლა აქ ყველანი არ ვართ, მაგრამ სრულიად შეუძლებლობა გველოდება გარეთ და უერთებით ქართულ ოცნებას, ქართულ ხალხს. მინდა რომ სრულიად საქართველოს უთხრა ქართულ ხალხს, რომ გვერდში ვართ ხელოვანი ადამიანები. ქართულ ოცნებას მხარდაჭერას უცხადებენ სუხიშვილების მოცეკვავეებით ნაციონალური ბალეტის 5 წევრი რომეო ყუბანეიშვილი, დავით საკანელიძე, გიორგი დაუშვილი, ბექა გელაშვილი და გიორგი მაისურაძე პროტესტს ღიად გამოხატავენ. მოცეკვავეების აზრით ქვეყანაში არსებული სიტუაცია ხელოვანებს პოლიტიკური პროცესებისგან განრიდების გზას არ უტოვებს. ხელისუფლების საშუალებას არ მივცემთ, რომ ჩვენი შემოქმედება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენონ. აცხადებენ სუხიშვილების წევრები და ქართულ ოცნებას მხარდაჭერას უცხადებენ. მოცეკვავეები, რომლებმაც ქართულ ოცნებას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ანსამბლიდან არ გათავისუფლდებიან, აცხადებს სუხიშვილების ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი. ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი პოლიტიკური შეხედულება ღიად გამოხატოს. ანსამბლის ხელმძღვანელი ციხეში გადაღებულ შემზარავ კადრებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ტელევიზიით ნანახი ვიდეო მასალის გამო რცხვენია. ყველა ვართ გაგიჟებული, იმიტომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა და მე ვთვლი, რომ ყველა დამნაშავეა ამაში, იმიტომ რომ მეც ვთვლი თავს დამნაშავედ, რომ მესმოდა რაღაცა ყურმუκრით ეს პატიმრებთან ეს დამოკიდება ვერ წარმოგვედგინა. თუ ეს შეიძლება ესე ცივილიზებულ სამყაროში საერთოდ მოხდეს, ეს არის ნამდვილად სირცხვილი ყველა ქართველის. კიდევ ერთი ხელოვანის პროტესტი მუსიკოსი ბაკურ ბურდული ხელისუფლებას ღირსების ორდენს უკან უბრუნებს. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან წყვეტ ყოველგვარ დიალოგს აცხადებს მუსიკოსი. ეს გადაწყვეტილება ბურდულმა პატიმართა წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ მიიღო. ნახე უბრალოდ მივხვდი, რომ არანაირად არ შემილია იმ მართლობის დროს, როცა ეგეთი რამე ხდება, ეგეთი ადამიანებთან გვერდში დგომა რა უბრალოდ მეტი არაფერი. და ვამბობ იმას, რომ ეს იყო მე-14 საუკუნეში სადღაც ინკვიზიცია, რაღაც გიტლერი იყო კიდე, ვინც აწამებდა ადამიანებს და რაღაც ჩვენი ქვეყანა უცებ, აი რომელიც ყველაზე პროგრესიული მეგონა, აი ეგრე ხდება რა. და ჩვენ ვართ უბრალოდ, რა ვიცი, რაღაც ძალიან წინ მივდივართ თვითონ და ამ დროს აი ყველამ ნახა ის რაც ხდება ნამდვილად რა. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას პროვოკაციისთვის მზადებაში ადანაშაულებს. შვეიცარიიდან ჩამოსული სოზარ სუბარი ამბობს, რომ ბაჩუ ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისში 20 ბინა იყიდეს და იქ იარაღი შეიტანეს. ეს ინფორმაცია სუბარ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ წყაროზე დაყრდნობით მიაწოდა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით არსებობს შესაბამისი აუდიო და ვიდეო მასალებიც. სუბარმა არ იცის რა არის ბინების შეძენის ზუსტი მიზეზი, თუმცა ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისა და ყურადღების გადატანის მიზნით ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს.
სოზარ სუბარი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს ამ დღეებში სახელმწიფო გუნდის საქმიანობას დააკვირდეს. ქართული ოცნების სახელით მისი ერთ-ერთი ლიდერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კოალიციას ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით სურს. და ეს მარტო დანაშაულები არ ამოიწურა, მაგრამ ალბათ თვითონ გადაწყვეტს, რომ საქმე ეხება კონკრეტულად თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის წყობების შექმნას, კერძოდ ბაჩუ ახალაიამ და მის მაზმამ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩუ ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო, თბილისის სხვადასხვა უბანში შექმნა 20-ზე მეტი ასეთი საწყობი, ეს არის 20 ბინა, რომელიც ნაყიდია. ამ ადამიანს აქვს მტკიცებულებები თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ეს დანაშაული და აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც აქვს ამის შესახებ. და რომ ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ ამ მასში უშუალოდ მონაწილეობენ ბაჩუ ახალაია, მისი ძმა და მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები. თავდაცვის სამინისტრო მეცხრე არხით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ ცნობა თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე საარტილერიო ბრიგადის კაპრალი გიორგი ბოკელავაძე ქართული ოცნების აქციაზე ყოფნის დროს კოალიციის რიგებს შეუერთდა მცდარია. სამინისტრო აცხადებს, რომ კაპრალი გიორგი ბოკელავაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში აღარ ირიცხება. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი. კაპრალი გიორგი ზაზასძე ბოკელავაძე შეიარაღებული ძალებიდან 2012 წლის 10 მაისის შემდეგ დათხოვნილია. ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში. არასამთავრობო სექტორის შინაგან საქმეთა იუსტიციის მინისტრის აგრეთვე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ორგანიზაციები პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლების რეაგირება სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტებზე არაპროპორციულია. უფლებადამცველები სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ და მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს. ის რეაგირება, რაც შეუძლებელია. ახალაია იყო უშუალოდ ჩართული ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებში და ეს დასტურდება მაგალითად თუნდაც სახალხო დამცველის ანგარიშებით და სხვადასხვა დოკუმენტებით და ეს ეჭვგარეში არის და ახლა ამ ადამიანისთვის დავალება იმ პრობლემის მოგვარების, რომელიც მის პირობებში ჩამოყალიბდა, არის ჩვენი აზრით აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ცოტა ცინიკური დამოკიდებულებაც კი ამ სიტუაციაში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში გადადგეს თანამდებობიდან გათავისუფლდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. თვითონ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პრეზიდენტმა იმასთან დაკავშირებით, რომ ფორმალურად ეს პენიტენციარული სისტემა ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ესე ჩვენთვის მიუღებელი არის, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის ბაჩუ ახალაია, რომლის სახელსაც უკავშირდება ძალიან ბევრი დარღვევა წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაფიქრდნენ, რა გზავნილს აძლევენ ისინი თავის ამორჩეველს. ეს არის მთელი ქვეყნის ამორალიზაციის მთელი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ამორალური ნაბიჯი, იმიტომ რომ აქ კონკრეტულ 3 და 4 პატიმარზე არ არის საუბარი. აქ საუბარია სისტემაზე, რომელიც დაფუძნებული იყო ასეთ მიდგომებს. ანუ მთლიანად ხელისუფლება უყურებდა ხალხს, როგორც ერთ მასას, რომელიც გაყო სეგმენტებად. და საერთაშორისო მედიის გამოხმაურება პატიმრების წამების შესახებ დებატებმა მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო ბრძოლა ჩაუშალა. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი შპიგელი. სტატიის ავტორი წერს, რომ პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური ვიდეო მასალა საარჩევნო საქართველოში გატარებულ რეფორმებს იხსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილმა ბევრი მოსამართლე, სახელმწიფო მოხელე და პოლიციელი დაითხოვა იმისთვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებში კორუფცია და განუკითხაობა დაემარცხებინა. სტატიის ბოლოს კი ავტორი დასცენს, რომ საქართველოს სასჯელ ახსრულების დაწესებულებები პატიმრებით სავსეა და მსჯავრდებულების რიცხვი გერმანელ პატიმართა რიცხვს 6-ჯერ აღემატება. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 6 დღეს ქართული ოცნების ლიდერი ჭიათურასა და ხარაგაულს ესტუმრა ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარ საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრა. უფრო კონკრეტულად ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაციას თორნიკე ხურციძე მოგვაწვდის, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვrtabთ. თორნიკე, გისმენთ. ჭიათურაში ხარაგაულსა და ზესტაფონში კოალიციის ლიდერმა საკუთარი გამოსვლა საპატიმროებში არსებული რთული მდგომარეობით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების კადრებში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა კარგად ხელისუფლების რეალური სახე. ბიძინა ივანიშვილმა ისიც დაამატა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხშირ შემთხვევაში პატიმართა წამება და საკანში, რომლის ნომერიც იყო 5. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გონივრული ქმედებისკენ მოუწოდებს. საკმაოდ კრიტიკული იყო ქართული ოცნების ლიდერი, როდესაც ის საპატიმროებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობდა. განსხვავებულად საერთოდ ეს კაცი და
პიკი მისი ბრძოლისა და ზეწოლისა და ძალადობის საკუთარ მოქალაქეებს თქვენ შეგეძლოთ გენახავთ 2 დღის განმავლობაში ჩვენს ტელევიზიაზე გავრცელებულ კადრებში როგორ აწამებენ როგორ ღირსოთ იქცევიან ესენი და როგორ ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს აი ასეთი ხალხი აი ასეთი იდეოლოგია აქვს ჩვენს სააკაშვილს და ამის გაგრძელების სურვილი აქვს მას მაგრამ გარწმუნებთ ყველა თქვენთაგაც საქართველოში არის ძალიან დიდი მზაობა, არნახული მზაობა, გადაწყდა სიტუაცია და ხალხი მხოლოდ ელოდება ოქტომბერს ისევე როგორც ელოდებით თქვენს. ჩვენ აუცილებლად ჩვენ მოვათ და აუცილებლად აღვადგენთ და დაუბრუნებთ ღირსებას ჩვენს საყვარელ საქართველოს, ღირსებას დაუბრუნებთ თითოეულ ოჯახს. საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ბიძნაევანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ოპოზიციურ პარტიებზე საუბარს. ევანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი და მათ ფსევდო ოპოზიცია უწოდა. აღსანიშნავია, რომ ჭიათურასა და ზესტაფონში თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა სწორედ ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. დღევანდელ აქციებს ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტებიც და მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა კოალიცია ქართული ოცნების მიმართ. მე და მალხაზის დაპირისპირებით მე და მალხაზი ვაგებდით და სხვისთვის და ვასხავდით წყალს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და მალხაზის გვერდში დამგარხავ. ჩვენ ჩამოვედით 15 ქვეყნიდან 85 ადამიანი შევედით ქართულ ეთს უჭერთ მხარდაჭერა გამოუცხადეთ. ეს იყო დემარში სტამბულიდან ჩამოვედით ავტობუსებით. ბიძნაევანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზე. კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ძირეული ცვლილებები ყველა სფეროში, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. ბიძნაევანიშვილის განცხადებით 3 წლის განმავლობაში ყველა გლეხს საშუალება ექნება უფასოდ მოემსახუროს სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ტექნიკა. ისინი უფასოდ მიიღებენ ასევე სხვადასხვა უნიკალურ ჯიშის ენერგიებსა და თესლებს. ასევე გლეხებს საშუალება ექნება 15-დან 20 წლის განმავლობაში მიიღონ 0%-იანი კრედიტი. ზესტაფონში ბიძნაევანიშვილი შეეყო ფეროშენადო ქარხანასაც და აღნიშნა, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყება ბიძნაევანიშვილი ქარხანაში არსებულ რთულ მდგომარეობას შეცვლის და ეცდება მაქსიმალურად ვითარება გამოასწოროს, რაც დღეს ზესტაფონში მადლობა თორნიკე, ეს იყო თორნიკე ხურციძე, რომელმაც ბიძნაევანიშვილის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნო. შეხვედრა კულტურის სახლში ჩატარდა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრაზე გალიდან 70-მდე ადამიანი მივიდა. მათ თქვეს, რომ კიდევ ათეულობით პირი ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართულ პოსტზე არ გამოატარეს. ალასანიამ დევნილებთან აფხაზეთში დაბრუნების გეგმებიც გააცნო იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს და ხაზი გაუსვა, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებია აღსადგენი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ დიდი ნაწილი ჩვენი გალელების უბრალოდ არ გადმოუშვეს და რუს და აფხაზ მესაზღვრეებთან ერთად მათ პრობლემა შეუქმნეს ქართველმა მესაზღვრეებმაც, ანუ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩვენმა წარმომადგენლებმა. ეს არის ძალიან არასწორი და მე გული დამწყდა, რომ არ მიეცა საშუალება გალელების ერთ ნაწილს, რომ მოესმინათ თუ როგორ ვაპირებთ ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების გამთლიანებას. ეს ჩვენ კონფლიქტის ზონიდან ირაკლი ალასანიასთან შესახვედრად გადმოდიოდა ხალხი ორი ფონიდან, ორსანტიის და ხურჩის. ორსანტიიდან გადმოვიყვანეთ 70-მდე ადამიანი და ხურჩის ფონიდან ხელი შეგვეშალა, იმიტომ რომ ქართულმა მესაზღვრეებმა გამაჩერეს მე და ჩვენი მძღოლები მარშრუტკის ვინც იყო, ვისაც ხალხი უნდა წამოიყვანა და საათი და 20 წუთი უბრალოდ საბუთებს არ მაძლევდნენ. სინათლე გამოსდა ბოლო რწმენა დაგვიბრუნდა, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა შეიქმნება და არა ილუზია, რასაც ჩვენ თავს ვახვევენ. ვინც იქ არიან, დაახლოებით 80% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას. და აპირებთ თუ არა თქვენ რომ გადმოხვიდეთ და თუ შესაძლებლობა იქნება გადმოვალთ, მაგრამ მაინც გადმოვა ხალხი.
რასხვება მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანელი ზუგდიდ შენ ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთმა ეჭვმიტანელმა ნიკოლოზ ბაძაღუამ თქვა, რომ მისმა მეგობარმა ბექა ცობეხიამ, რომელიც მთავარი ეჭვმიტანელია დანაშაულის ჩადენის ღამეს, მასთან საუბრისას აღიარა, რომ გიორგი ფოჩხუა მოკლა. ამის შემდეგ ბაძაღუა ცობეხიას მიმალვასა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლაში დაეხმარა. დღესვე ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნაც. გარდაცვალების მიზეზად დახრჩობა სახელდება ექსპერტიზა იქვე მიუთითებს, რომ გიორგი ფოჩხუა დახრჩობამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა დღეს პროცესზე, მისა ანგარიშ გასაწევი ჩვენება მან დაადასტურა თუ როგორ მოკლა ბექა ცობეხიამ, როგორ გადატეხა კისერი გიორგი ფოჩხუას. ბექა ცობეხიამ კვალის დასაფარად ყველაფერი გააკეთა და ეს იყო ორივე ფეხზე გიორგის მოაბა ქვები ზეწრით და გაუშვა წყალში. კათოლიკოს პატრიარქი დღეს ხელოვნებათა მუზეუმს ესტუმრა. ილია მეორე მხახულის ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისი გადაიხადა და ერის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად ილოცა. ილია მეორე ღვთისმშობლის ხატი წმინდათა საცავის სანაწილე მცირე ზომის ხატებისგან შექმნილი წიგნი. წმინდა მიწიდან ჩამოტანილი მცენარე და ოქრო ზოდი შესწირა, რომელიც მისი აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით დამზადდა. ხახულის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნებათა მუზეუმში 1952 წლიდან ინახება. წმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფაროს თავისი კალთა სრულიად საქართველოს ხამი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აგრძელებს ტრადიციას. ეს უკვე იგი მოილოცავს ხოლმე ანჩის ხატობასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ხახულის ხატისადმი, ეს უკვე მეორე შენაწირია. მან გასულ წელს მნიშვნელოვანი გულსაბნევი შესწირა 127 ბრილიანტით შემკული. საქართველოს მთლიანობის გაძლიერებისთვის ლოცვა-აღავლენ სრულიად საქართველოს მთავარი ხატის ხახულის ღვთისმშობლისადმი, რომელთა წინაშე სწორედ ჩვენი უძლიერესი მეფენი ქეთს იხდიდნენ და საქართველოს მთლიანობისთვის არაერთ საჩუქარს წირავდნენ. ასეთი იყო 20 სექტემბრის დღის ახალი ამბები, ახალი 6 ამი დასრულებულია. მე დაგემშვიდობებით 21 საათზე კითხვა მთავარი საინფორმაციო გამოშვება.